ჩვენი ლოცვა შეგეწიოთ გულის სიტყვა განათლოთ საქართველოს მიწა-წყალი თქვენმა საქმემ განათლოთ შეიძლება ვთქვა, რომ რაც მე აი თუ რამე ღირსეული გამიკეთებია, ის ყველაფერი არის შექმნილი რაღაც რამოდენიმე წუთში. აგაშენოთ და გამშვენოთ, ციხე კოშკი გაგიშენოთ, 7 ვაჟი შვილი მოგზართ, 3 ქალი თვალგისერა. სტუდენტმა მასწავლება Saklis kariatriao, setmanzafam dugesveri, velichati magio. მე 17 წლის ასაკში დავიწყე მუსიკის სწავლა, მე 18 წელში ვიყავ. სერიოზულად. ხო, დავიწყე სწავლა, შევედი სასწავლებელში და ესე მიმიღეს კაკონით სმენა გამისინჯეს. და კალბატონი ქსენია ჯიქია. მე-4 სასწავლებლის არა ქვია, დირექტორი. და აბა გაგისინჯავთო, ამ ყველა პროტეჟე მყავდა პროფესორი პავლე ხუჭუა და მისინჯავეს ბიჭებს მე კაკუნებს აი ესე. აბა გაიმეორეთ. ეს გაიმეორე. კიდე გაიმეორე. ეხლა მე დაგიკაკუნებთ მე უთხარი და. უნდა ვიცოდო რომ მე არავინ არ მისმენს იმ მომენტში როცა მე მუშაობ. არავინ არ მიყურებდეს, იმიტომ რომ მე ხან შეიძლება წავიცეკო, ხან გიჟივით ვიარო, ხან ხელები გავშალო, ხან რაღაც გიჟივებონები ალბათ იმ მომენტში, რა თქმა უნდა. მაგრამ არის მეორე, თუ მე რაღაცა ისეთი გავაკეთე, რომელიც უკვე მე თვითონ მომწონს, მაშინ მინდა რომ ყველა იყოს და მოვასწრე. მაგოლდება მისი პირველი შეხვედრები, იგი საბურთალოზე ცხოვრობდა ვაჟაზე. ჰქონდა ერთი პატარა ოთახი. ძალიან პატარა ოთახი. მთელი ოჯახი თავის შვილთან, თავის სიდერთან ყველანი იქ ცხოვრობდნენ. და ჰქონდა ერთი პიანინო. არც როიალი სად დაეტევოდა, იქ პიანინო იყო ერთი რუსული ძველი. ყავისფერი პიანინო. აშლილი. იქ დაიწერა ყველაფერი სხვათა შორის. აი რაც კი საუკეთესო შექმნა ვასილაი, არა, მე ყველაფერი თავში სხაპარი სიყვარულისა იმ პიანინოზეა შექმნა. რა იქნებოდა დედავრა შეყვარებულთა ქუჩაზე უცებ რომ გამოედარა უცებ რომ გამოედარა სულსაც დათმოდის რა დაუშავეთ ქვეყანა ჩვენ რომ ერთად ვართ ეს მე უნდა გნახო იცოდე
უნდა განმიახო სიცოცხლე ახლა მენადრება შენი ხმა ახლა უნდა მითხრა ჩემი ხარ ერთ-ერთი პირველი სიმღერა, რომელიც მიუძღვნა ალექსანდრე ბასილაიამ თავის მეუღლეს, თავის საყვარელ მეუღლეს, რომელთანაც ერთად იყვნენ სულ 2 კვირა დააკლდა მას, ოქროს ქორწილი გადაგვეხადა. მე დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ 21 წლის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვიღალატია. მე ამას იმიტომ არ მოგახსენებთ, რომ დავიტრაბახო თუ რა კარგი ბიჭები ყოფილვართ. არა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გქონია გაჭირებაც, დალხინებაც, ბევრი კარმაციც წარმოედგინეთ და ყოველივე ის, რაც ცოცხალ ადამიანებს შორის ხდება. და რაც თავარია იყო ხარდაჭერა სიყვარული და თქვენი თანადგომა ძვირფასო მეგობრებო რესპუბლიკასა და ჩვენ ნამდვილად გაგვიჭირდებოდა არსებობა და რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით ყველას. ისმის ანგელოსთა სიმღერა და გალობა დროა სევსავს მხოლოდ არ მოგვაკლოს ხალობა ვებედრებით ყველა წმინდა სალოცავს ზადაგვილოცეთ ვებედრებით ყველა წმინდა სალოცავს სიმღერა თვითონ არგო, რომელიც შეიქმნა და ლეიტმოტივად მიყვებოდა მთელ ამ სპექტაკლს, დღეს არის ჰიმნივით. და მის გადასცეს ალექსანდრე ბასილაიას მახსოვს ერთი 4-5 წლის წინ ესეთი ჯილდო მე-20 საუკუნის საუკეთესო სიმღერას. ცხოვრება ეს გავაცა. ანუ საკუთარ ოჯახებში მე დავახო, ვიყავით 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ვთქვათ ანსამბლთან ერთად. დამიდრუნა სიტყვადი გამირთელებული მოსმიხება მოყოლი
საფუძველი იყო ნაციონალური. ჩვენ არ გადაგვიხვევია არც ერთი იოტის ოდენაც არ გადაუხვევია ანსამბლ ივერიას. ეს უთხუზის და ჯემალის დამსახურება იყო. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შემქმნელები იყვნენ ისინი ქმნიდნენ ღვთისხელდებულები, მადლი მათზე იყო გადმოსული, ერთზე პოეტური, მეორეზე მუსიკალური მადლი ღვთისა. საქართველოს ლამაზებო, საქართველოს მამარებო, დამაფარეთ თქვენი ფერის ყვავილები. გვაგდა რეპერტუარი და ესე რომ ვთქვა და ესე წკენით გავხდი კომპოზიტორი. კი, თავის თავზე შეიძლება თქვა ასე, კი. დიდი იყო, იცი, ძალიან დიდი იყო. იმიტომ თქვა ესე რომ დიდი იყო და ამპარტავნობა და ამბიციები რო არ გააჩნდა, იმიტომ იყო ასე. ალექსანდრე ბასილაია. ჩემი უფროსი მეგობარი და ადამიანი, რომელიც არ გიყვარდეს არ შეიძლება. კიდევ ერთხელ მე და რომ ხუხარი აპლოდისმენტები თქვენ ჩემი ხათრად. იმდენად შრომის მოყვარე არა, რამდენად პასუხისმგებლობა მაქვს აღებული დაპირებების მიმართ. ესე იგი, მე თუ რაღაცა გადავწყვიტე რომ გავაკეთო, ის აუცილებლად უნდა გავაკეთო. შეიძლება ვითრიო ფეხი, მაგრამ იმას აუცილებლად გავაკეთო. ბედნიერება ბატონ ალექსანდრე შეხვედრდი მოსკოვში. როდესაც მიმდინარეობდა ორი კონცერტი ჩატარდა, სადაც დაიდგა ფიროსმანი საკონცერტო დარბაზ რასიაში. მე გავაკეთე ამ სპექტაკლის სატელევიზიო ვერსია მოსკოვში. მართალი გითხრათ,
ჩემთვის დიდი ავტორიტეტია რასაკვირველია. შესანიშნავი კომპოზიტორი, ახლა ისიც არიან კომპოზიტორები, ვისაც სწავლობენ თქვათ მისი კოლეგები და მათზე კარგს ამბობენ. მაგრამ ხალხამდე ვერ მიდიან. არიან პირიქით. მეორე ვარიანტიც არსებობს, როდესაც ხალხს ძალიან უყვარს კომპოზიტორი, მაგრამ მის კოლეგები ისე ვერ აფასებენ. აი აქ ალექსანდრე ბასილა იყო იშვიათი პიროვნება, როდესაც ორივე მხარე, როგორც ხალხი, ისე პროფესიონალები აღიარებდნენ, რომ თავისი ჟანრის ნახვა დიდი სტატი იყო. მე გამაოცავ მისმა ადამიანურობა პირველ რიგში. როდესაც გიხდება ადამიანთან უშუალო თანამშრომლობა, როცა საქმე კეთდება, იქ ყოველთვის ნერვული სიტუაცია, იქ შეიძლება კონფლიქტის მოხდეს. მე ასეთი როგორ გითხრათ, სასიამოვნო საურთიერთობო ადამიანი არ შემხვედრია ცხოვრებაში. ყველაფერი კეთდებოდა ზუსტად აი ორი სიტყვა არ ქონდა დაწყებული და უკვე ხვდებოდა რა გინდოდა. და გიკეთებდა და მეორე მომენტი კიდე, როდესაც ეს ადამიანი მივხვდი, რომ უზარმაზარი ავტორიტეტი სარგებლობდა. აი სცენის განათებლებიდან და დამდგმელებიდან დამთავრებული მაღალი ჩინებამდე, ხო? ყველა აბსოლუტურად იყო მისი მეგობარი, გულშემატკივარი. მეორე სპექტაკლი გახდათ არგონავტი. ეს ურთულესი პერიოდია, როგორც ჩემ ცხოვრებაში, ისე ანსამბლმაც გაითავისა ეს ჩემი დიდი ის შემთხვევა, რაც მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ჩემი ოჯახის, ლევის ცხოვრებაში. Кто он в юном блеске, в ореоле дерзко храбреца. Он за душою детской, и ему не жалко было, чтоб гнездо мое остыло без птенца. გუშინდელ დღესავით მახსოვს. ჩემი გიორგი იქვე ის და ჯერ კიდევ აქ იყო დედამიწაზე. ფრიად მოეწონა ჩაცმულობა რა ლამაზი ამ გაცრიაო და მეფის მოსასხამით ყველაფერი ეს და მეორე დღეს კონცერტი გვაქვს, მესამე დღეს ჩვენ. რეპეტიცია უკვე ბოლო რეპეტიცია. ხო, ხოლმე ერთი რა იყო, იმ ხელა ენერგია და იმ ხელა განცდები ჩადო ბუთხუზმაში ამ არეაში, რომ წარმოუდგენელი რამ მოხდა დამლაგებელი ყარაული ვინც კი იყო ბევრი ხალხი ესწრებოდა ხოლმე ჩვენს რეპეტიციას ყველა ტიროდა აბსოლუტურად ბღავდით ყველა თუმცა ესეთი წინაგრძნობის ის იყო აი ჩემი და მისი ურთიერთობა ამაში გამოდა არ შევეში არაფრით არ მოვეში სანამ ასეთი სახი არ მიიღო და მეც კმაყოფილი ვიყავი და თვითონაც конца длятся до конца. როდესაც დავიწყეთ სპექტაკლების გაკეთება, პირველი იყო ჭხილთა ქორწილი. იგი ისე აი სულ ხიარულად და ესეთი სიცილ ხარხარით შეიქმნა ეს ყველაფერი. Маш
ანგელოზად მოხვალ როცა ღამდება შენი სახე სიზმრად მომელავდება მოვდივარ თუ შენთან ავარ არ ვიცი სიზმარია მაგრამ მაინც დავიცდი გეფიცები დღეს პირველად მღერივა ვერც სიმღერის და ვერც ლექსის მტკვრელივა მაგრამ მაინც შენი მადლობელივა შხიფთა კორტილი გამოუშვით 79 წლის 28 დეკემბერს საახალწლოდ. ამას ვაკეთებ თითქმის 1 წელი ეს საზღვარგარეთ მოგვიდა ეს იდეა, ჯემალის მოგვიდა რომ აი გავაკეთებ რა მიუზიკლი როგორ ჩვენ Jesus Christ superstar გვაქვს ნანახი იმის მერე მიუზიკლს შეეჭიდო და ის ცოტა ზე მე სულ ფეხს ვითრები, სულ ვითრები იმაში რომ ესეთ ფორმას რო შეეჭიდო ახლა კომპოზიტორი რომელი ისეთი რანგის კომპოზიტორი მე ვარ და ასე შემდეგ და მაგრამ ნელა დავიწყეთ ამის კეთება, დავიწყეთ და ბოლოს მივედეთ იმამდე. ქალაქის კულტურის განყოფილებას უნდა მიიღო ცენზი უნდა გაევლო ამას. მოვიდნენ იქ რეჟისორები მოვიდნენ იქ ისინი იქ და დაჭდნენ თელეავით იმუშავეთ. ხოლმე არა დიდ სცენაზე, სადაც ახლა ამირანია კინოთეატრი იქ ვაჩვენეთ. ის იყო მცირე სცენა საკონცერტო დარბაზის. ვაჩვენეთ. სიჩუმეა ისეთი, მე მგონი საიქიოში არ იქნება ეგეთი სიჩუმე, ვერდით ახლა რა, აბა როგორია? იმიტომ ჩვენ გახარებული ვარ, ჩავიტანეთ ყველაფერი და ჩვენია, ვაჟასია, ნახე რა ლამაზია, აი ეს და ეს რა გაიკეთებია ხა? რა გაიკეთებია? რა არის ეს რას გავდა? დაიწყო მეორე დღეს კონცერტი. იმის შემდეგ მათ რწვენოდათ ჩვენთან მოსტაკებიცები. ძალიან რწვენოდათ თავის. არა, არ მოველოდით ჩვენ ესეთ რა. კი, მაგრამ როგორ გაგვაცამტვერე და ლამის გულები დაგვიხეთკი, კარგი იყო? არ უფრთხილდებით ჩვენ სხვა შორის ერთმანეთს, ადვილად ვაყენებთ ერთმანეთს. ესეთ ტკივილს შეურაცხყოფას დაუფიქრებლად და მაშინაც ეგრე იყო. ივერია ხალხისგან შედგებოდა. ლილი ზღვაური, ჩემი მეუღლე, ლუიზა კობალაძე, მანანა თოდაძე. და რატო ვიყავით ესე ერთად? ხედავთ, მეუღლეები იყო ყველას. ბორის შხიანის მეუღლე გახდათ მანანა თოდაძე, ლუიზა კობალაძე, ბუთხუზის და ესაც ჩემი. ასე სიწყნარე შემოქმნათ ამ ქალებს. ეგ შიგნით იდგმებოდა. ეს ჩვენი ნამოქმედარია ყველაფერი ანსამბლის შიგნით. თავიდან გითხარით, რომ მთელი სამზარეულოს მზარეულებით ჩვენ ვიყავით. მომტანიც, მომღერლების და ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ ვაკეთებდით.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ გუთხუს აი ამ ლამაზი სიმღერისათვის. სულ თვალს მარიდე სხვა სუკარი აინედე ჩემთვის ხილული ვერასოდეს გაიმეტე ბედის ხალათმა დარდზე დარდი დამიმატა შესთავს არავის არ დაუთმო გავატა ზოელებურა უდარდელი ახალალა შნეული ვარ შენი თმობით აბა სხვა შეიხორო დარადიანი ისეთი დინჯი მეგრელი იყო, ნუ დინჯზე დინჯი, ისეთი ახსავსე იუმორით, სხვათა შორის იცოდა უამრავი ანეკდოტი. უამრავი. საგიჟეში, ესე იგი ეს ფსიქიატრული საავადმყოფოა, ხო? მაგრამ საგიჟე უფრო ისეთი ოპტიმალური სიტყვაა, რომელიც უკვე იცი ვისთან აკაკ საქმე, ხო? და წერილების დღეა რა, რაღაც თხოვნა გაართონ ახლა ესა და დაურიგეს ყველას ეს ქაღალდები და ისინი რა ქვია. კალმები და საძერი კალმები და დაურიგეს 50 გიჟის ესეთა და წერს. ერთ წუთ ნახევარში სულ ყველამ გაათავა და ერთი ზის და წერს და მევიდა ექიმი და რა შვები რა საკეთებოდა. რა ხედა რა საკეთებ წერილსერო. მერე ვისწერო და ჩემ თავს წერო. რას წერავ შენ თავს და აბა შენახარო ეხლა. ჯერ არ მიმიღია რა უნდა გიპოსტიყო. აბა დაფოთები. სოთლიშერებას რაუნდა აი სიმღერის თმაუნდა ეს სიმღერა სხვაშორის უფრო ადრე დაიწერა, როჩი დაიბადა ჩემი შვილიშვილი. გაჩნდა ჩემი პირველი შვილიშვილი, ჩვენ საავადმყოფოდან მოვედით სახლში და იქ საავადმყოფოში მივირთვით უკვე საკმარისად გახარებულება რომ ბიჭია. მოვედით სახლში და მე გავაღე როიალი და დავიწყე და პირდაპირ დავუყარე ეს სიმღერა სხვაშორის. ეს 2-3-4 წლის მერე შევიდა მულტფილმში. უჭობანა დაჭერობანა დელია ამდენი რბენა ამდენი დევნა ცოტათი ძნელია ვერსტოვიან თემს მომღერეთ ლამასი მღერეთ შოს გავიფიქრებს თაზე დაგიკრებთ ყვავილებს მომღერლებს ვეუბნები, აბა სადეთ, რომ ღერიან, რამ ხელას სიამოვნებას განიცდი აი
მის შექმნილ მელოდიებში, აი გონიერად და პროფესიონალურად მან იცოდა რომ ეგრე არ იმღერება არაფერი, ხო? არავინ არ წერს დედამიწაზე ესე და არც არის პურისტის კაი საქმე. მისი მელოდიები უჩვეულოდ იმღერება. ღმერთს ნუ სოდა, ნუ არის ხებობლის სოდოს ნუ დაიდე, თორემ ბოლოს მწარედინანე. ქრისტე ღმერთის მოღალატე, სწორედ რომ ვერ გაიხარებს, მოღალატე ვერ გაიხარებს. ვისაც ძმად გავეფიცეს, სწორედ იმან გამიმეტა, დრულად დამკარა ზურგში დანამე. ქრისტე ღმერთის მოღალატეს, სწორედ რომ ვერ გაიხარებს, მოღალატე ვერ გაიხარებს, ვერ გაიხარებს. მე წარმოვიდგინე რომ 4-ი მისმენს. просто